აიმე. დღამარჯობათ, სად დავდგათ? აქ დავდგათ? აქ ჯობია? 2 წამი? საღამომშვიდობის, მაგრამ სავარაუდოდ თქვენ ამას დილით ნახავთ. დავდაგსვათ ახლა მე სელფის ჯოხზე და დავიწყოთ ვიდეო. სანამ ერთი დავით. არ ვიცი რამდენად კარგად გამოჩნდება. წეს კარგად უნდა ჩანდეს, ხო? ამას გავიხდი. ამას სატვიშვი ხეს. და ნახოთ რა გვაქვს მეორე ფუთაში. თან საერთო ხსველოდები. გამოირთოს. ხო და დავიწყოთ. ესე იგი, ყოველ დღის იმაზე ხანხვარი რაღაცებს ვერ ასწრებ და დღეს იყო დღე, რომელშიც ყველაფერი მოვასწარი და თან ნაძვის ხის დადგმაც მინდა. ამიტომ ნაძვის ხე მომავალ ვიდეოში იყოს. ეხლა შემოვიტან იმას, რა ქვია. აუ ეს მეგონი. არა, ცუდად სადღაცას უნდა დაგსვათ რა. სადღაცას ჯობია. შეიძლება ეს უფრო კარგი იყოს. აი ესეთ სიტუაციაში. ხო? ჯერ დაყენებისა. ეს გადავდოთ, რომ ვიზუალურად ლამაზი გამოვიდეს. აი ეს შემოვათრიო. მოვალეთ გასაკაფილე. მოვედი. მოვედი. ხალხანა მე ვიმუშავებ თქვენ ამ ვიდეოს უკეთ. ეს ნახატი გადავაბრძანო. აი რა კაი სუნი აქ. აი ესე გადავაბრძანებ, რომ გაშესა დავაბრძანო. ესე ვიზავრა. როგორ დამაკ. აი აქ დავდებ. გაშრეს. გაშრო, კონცერტ არის ხვალე უკვე. ეს გადმოვიტანე ფულებში. აუ ცუდად ჩანს. აი ქვითგები რომ შუქი კარგად ჩანდეს. მოგეთ ეს არის გრძელი ფულე. ხალხზე რამდენად კარგად ჩამეცნებ არ ვიცი, მაგრამ გაგამოიწია ჯობია, ხო? ზმეიკით, თან 2 ზმეიკით, ანუ ეს და ეს. არის გრძელი და ძალიან კარგი. ასე რომ ეს ერთი. თან ახლა მინდა რომ დავახარისხო გრძელები და მოკლები და რაღაცა. ყველა ჩაცმას არ ვაპირებ, როგორც წინაზე ჩავიცვი. ეს არის ზმეიკიანი. ჩემი ზომა დაახლოებით. კაი რამეა რა. ესეთი. არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს ახლა რა. ხوار მომწიო ესე. ორივე შუქი კარგად იმუშავებოდეს, ესე ჯობია. ეს არის წითელი. ჯიბებიც აქვს ზმეიკაზე და იდეალურ მდგომარეობაში არ არის გაფუჭებული არაფერი, ჩემი ზომა დაახლოებით. ეს ჯობია ვიყოთ. და აქვე დავტოვებ ამებს, ვარ დაინტერეს გარეთ. ეს არის კაპიშონიანი, კაპიშონით. ესეთი მკლავებით. და ესეთი ჯიბებით. სერიფერი შავში. კაი მდგომარეობით. თუ რამე დეფექტი ექნება მაგას ვიტყვი აუცილებლად, იმიტომ ვამოწმებ ახლა თავიდან ბოლომდე. ამას კლაუზეც აქვს ზმეიკა და არის ნახევრად ზმეიკაზე, ელვაზე. და ფერიც ეტყობა იდეალურად რა ფერიც არის. მდგომარეობა ძვირფასი. აი მე ზომას რომ ეკითხებით ხოლმე მერე
არ ვიცი ხოლმე ზოგს არ აწერია, ეხლა მას ენი აწერია. ზოგს არ აწერია, ამიტომ ვისაც ენდობენ რომ მოგძანდეს და ნახოს რა. ეს არის ურბილესი, ვაიმე რა კარგია. ოღონდ ეს არის დიდი ზომა. არის ახალი, ძალიან კარგ მდგომარეობაშია ყელიც და სულ ყველაფერს და ეხლა აქ ბულაკით რაღაცა აწერია, მაგრამ ელი არ ვიცი. ძალიან რბილი არის. და აი ესეთ ეს თითის ის აქვს. გამოსა. ეს ფულები არის 8, 10 და 12 დოლარიანები. ძემკლავიანი კაპიშონებით რაც იქნება, ნუ 12, აი ეს ახლა მაგალითად, რომელიც ძალიან ბევრს აქვს 20 და 25 ლარში, მისჩევნია გაიყიდოს, ვიდრე მქონდეს და მისჩევნია ყველა შესწუდეს, ვისაც უნდა ყიდვა ამ სისულში. მისჩევნია 2 გავყიდო, ვიდრე 1 მქონდეს და მიდოს. ეს არის ბავშვის დაახლოებით ბარბარეს ასაკის, ალბათ 13-15 წლის. ესეთი ვარსკვლავები. იდეალურ მდგომარეობაში. ჯიბეებზე ზმეკა არ აქვს. ყველა მოწი. შავი. შავი ხულე ჯიბეებზე ზმეკა არ აქვს. მთლიანად ერვაზია. კარგ მდგომარეობაში. აი ესეთი. ჯიბები აქვს. მდგომარეობა კარგი. ძალიან კარგი. ანეფერი, არ ვიცი, მან სხვანაირად მწვანეა. აი ესე უფრო ჩანს რა ფერიც არის. არა ჩანს, მან უფრო მოცისფრო და ჯანმრთელი თვალებში. სამი კანია მაქვს. მე იმისთვის ცალკე გადავიღებ ვიდეოს Facebook-ისთვის. და მიტრას მეორე თუთა. და გადავწყვიტე რომ გადავწყვიტე არა, რადგან ერთხელ გამოვიწია, მას რო გავყიდი აუცილებლად სხვა ფუთებსაც მოვიტან და გავაგრძელებ ჩემს აქტიურ თანამშრომლობას მიტრასთან. აი ეს მაგალითად სხვა სტილი არის და შეიძლება ზმეიკა კაია. ზმეიკის ის არა, აი ხელის მოსაჭი. ის ერთი აქ აი რაღაცა რო კიდია ხოლმე ეგ არა. საფახე დიდია. ცა. კაბელია. აი ეს არის ძალიან მაგარი. ეხლა შეხედეთ ამას. ეს არის ფუმფულა. და თუნია. განიერი სტილია, თავისუფალი სტილია და ეს იქნება შესაბამისად ოდნავ ძვირი ამაც. სულ ახალი. ესეთი აქვს ივანეს ცისფერი და ისე მაგრად ხმარობს რომ რა იყოს. ზუსტად ესეთი აქვს. ნახევარზმეიკაზია ეს. კოლუმბიასია, ოღონდ ნახეთ. იტყობა აი. ბრენდები ამოდის და თან ძალიან კარგები ამოდის და ხალისხიანები რა თქმა უნდა. ესეც სქელია ზმეიკაზე. შევამოწმოთ. იდეალური. ხანად მოდის ხოლმე ორმხრივები, ხან ცოტას ორმხრივი არსად არ არის. არც ერთი არ არის. ძალიან კარგ მდგომარეობაში ესეც. ეს ნახოთ. ესეც ზმეიკაზე მაღალი ყელით. აი მე Calvin Klein. არც ეტყობა? ეტყობა. რომ მამბო ბრენდები ამოდის მეთქი კი არ ვიტყუები. კლავები იდეალურ მდგომარეობაში. ძირითადად ვამოწმებ ხოლმე აი ეს მაჯები რამდენად ყრია. ყველა სუფთა. ყველა. ცოტა გაგწვით უკან. ოღონდ არც დაწვით.
უკლავოებიც არის თან ბლომად, უბრალოდ როგორც წეღან დუტე პალტოები გასასუფთავებელია რა თქმა უნდა, ბუსუსები და რაღაც აქვს. უკლავები, რომელიც იქნება 8 ლარიანი. მანერა ჩოლაკი. აი ეს არის ძალიან მაგარი და ზმეიკა გახეული და რაღაცა კი არ აქვს. ეს არის რა ქვია. ამოვარდნილი არის რა და ამის ჩალიჩი შეიძლება არ მიცდია. ასე რომ ვინც წაიღებს თავისუფლად შეუძლია გააკეთოს და შესაბამისად თუ მე ვერ გავაკეთე იაფ მდგომარეობაში გავუშვებ. სერიფეია თეთრი არ არის. დანარჩენი ყველაფერი კარგად აქვს. მოდი მოვცადოთ აქ მე მგონი რაღაც მაქვს ვიცით შეიძლება რომ ამწიოს ზმეიკა. Добрый. Асის უნდა ექვია მთელი ვერი ზავქალი. აი, ისარი ყარის მეიკა. აი, საწარიეკა. ჯიბერი აქვს, ოღონდ არა ზმეიკით. ძალიან კარგი. ეხლა რაც გაიყიდა ის პალტოები უკვე გაიყიდა რაღაცეები დღეს ეხლა მაგისი დრო აღარ მაქვს მაგრამ ხვალეც რაც გაიყიდება ეს უკლავებია ვიდეოს ცალკე გადავუღებ მე კიდე რაც დარჩა იმათ შევკრა ესე იყოს რა რაღაცნაირი ცისფერია, რაღაცნაირი ცისფერი ჯიბეების გარეშე ნახევარ ზმეიკაზე. აქ ამოდის პიჟამოები, რომლებიც მე უნდა ავიღო. იმიტომ რომ ზედა პიჟამოები გადავყალეთ ხილი მიფხანება აი მას წერზე და იმაზე. შეკრაბოლომდე ხელი ფულე. აი ესეთი ჯიბერი აქვს კი ზმეიკის გარეშე, მაგრამ აქვს შავი. აი ეს პიჟამო მაგალითად პიჟამოსია და ეს ჩემია. არც გავიზომავ შვერილად ამა. პიჟამოები ჭირდება. პიჟამოები მინდა. აი ეს. თან თვილი ესეც. ამიტომ ეს გაყიდვაში არ არის. არ დაგინახეთ. ესეც ნახეთ. კაი ფუფულა რაღაცა არის. სერიფერი, ცისფერი, თუ რაღაცნაირი ფერია, უკვე ძალიან ლამაზია და ძალიან კაია. ეს არის კაპიშონიანი. ეს ვერ გავიგე შავი რო არის, ეს პასტელური ცისფერი რატო აქვს ეს? ეს კაი რამეა სხვათა შორის. მართლა ოღონდ, მაგრამ აი შავს რო ცისფერი აქვს, ეგ ვერ გავიგე. ნუ ზოგ შეიძლება მოწონდეს. მე რომ აქ ცისფერი და ფერები დამოკიდებულება იყო, მაგიტო. აი ეს მაგალითად, ეს პიჟამოთ არ მგონია გამოდის ასკერია. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ჩასაცველი, ან ზემოდან ჩასაცველი, კაი რამეა. ეხლა უნდა პალტოებზე მოვიდრე, სანახავთ და მაგიტო ჩქარობ რა. ხო, აი ეს არის კიდე ესეთი სტილის, ეს მომეწონა სხვათა შორის. გრძელმკლავიანი, შიდა ჩასაცმელია, გინაგარი რა ვიცი, აი როლინგივით არის რა და ეს თოკები აქვს მომეწონა. არის მუქი ნაცრისფერი. ძალიან კაია. თან ვიყურებ ხარ მოვიდრე მეთქი.
ესეც შავი როლინგია. ნახევარზმეიკაზე ჯიბეების გარეშე. აი ძალიან უცხო რაღაცა. შეხედეთ კნოპკები აქვს იდეალურ მდგომარეობაში თან. ზმეიკა აქვს და აქაც ესეთი კაირამია, ფუმფულა. ფულესი რა არის, იცი, კაი, ზამთარში, ჯერ ხო თბილია, როგორი ხელიც არ უნდა იყოს, ხო ძალიან თბილია. და ისა, მალე შრება ხალხო, ძალიან მალე შრება. აი ხა საწყი რო შემეყარა იმასაც შევხვდებით. ეს არის ჭუჭყიან ვარდისფერს ეძახიან, ბოლომდე ზმეიკით და ჯიბეებიც აქვს, ოღონდ ჯიბეების ზმეიკით არ აქვს. კლავი და კისერია ხოლმე, რომელიც უნდა ნახო, მაგრამ ამას საერთოდ არ აქვს ნაცვეთობა რა, აი ახლა ამ პროდუქტს საერთოდ არ აქვს ნაცვეთობა, იმიტომ მაქვს ხოლმე მეორადებში არის კატეგორიები რა, პირველი, მეორე და დაბალი და კრემი. დაბალი ნიშნავს, რომ კარგად ნაცვეთობა აქვს, მეორე ესე, პირველი არის უმეტესად ახლები და შეიძლება იყოს რაღაცა, რომელიც შეამჩნია, რომ არის ნაცვა. ამიტომ მაქვს ხოლმე სულ ეგ კატეგორია, იმიტომ რომ ფასით შესაბამისია და კარგია და კრემი კატეგორია არის, რომელიც სრულიად ახლებია. სრულიად ახლები და რა თქმა უნდა ფასით შესაბამისია. მაგას თუ მოიტან, უნდა ძვირად გაყიდო. მაგალითად, შეიძლება პალტო 50 ლარად გაგეყიდა ისე. თუ უფრო მეტად. მეორადი, მე რა. იმიტომ რომ მართლა კარგია. კრემს თუ მოვიტანდი რა. ხო და აი ეს არის პირველი კატეგორია, საერთოდ თუ არ აქვს ნაცვეთობა და შეიძლება აი მაგალითად 40-დან თუ 50-დან თუ 30 და რამდენიც ამოიქიდან 5 ცალი აიღო და თქვა რომ აი ეს ნაცვამია, დანარჩენი არის ძალიან კარგი. იმიტომ მომაქვს და მუშაობ მაგ კატეგორიაზე. დაბალზე არა. თუმცა სანამ დავამუღამებდი ეგრეთ წოდებულად, დაბალი კატეგორიაც მომქონდა პირველად, რომ რითიც დავიწყე იყო მაიკები. ესეც ნახევარ იმაზე ზმეიკაზე ჯიბეები არ აქვს, მაგრამ გვერდები აქვს შეხსნილი ნახეთ და ძალიან თბილია. ძალიან თბილი. აი ეს არის კაპიშონიანი. ხელი ფულია, ჯიბეებიც აქვს. ერთადერთი კაპიშონი აქვს, აი ეტყობა გამოგლეჯილი თუ რაღაცა. ნუ ვისაც ხელს საქმება, იმას ვიდეო. შეიძლება ეს საერთოდ ბარბარესაც აუღო. ცოტა მედიდება. და ჯიბეებიც აქვს. ამას ჯიბეები არ აქვს, ნახევარზმეიკაზეა და სახელოები რა თქმა უნდა იდეალურ მდგომარეობაში, მუქი შინდისფერია, ფერიც ეტყობა იდეალური. ამასობაში ბოლოში გავედი და შეუძლიათ ახლა მოვიდნენ მოვასწარი, მინდა რომ ნინოს ნაძვისხე დაუდგა. აი ეს არის სულ ახალი, ძალიან ლამაზი ვარდისფერი, მაწყონაი ფერი ჩემს. ესეთი ჯიბეებით იდეალური ზმეიკა გაფხაჭრილიც კი არ არის. დაახლოებით ასაკი არის, აი ესე რა, გამხდრებისთვის, პატარებისთვის, არა, ჩემთვისაც. წინა კომენტარი დიდებისთვისაც მოიტან, დიდებისთვის დამიწერეს, მაგრამ რა მოდის, არ ვიცი ხოლმე რა. მე უბრალოდ ვიცი, რომ რა სახეობაა და რა გორები ამოდის და არ ვიცი. ესეც ესეთი ჯიბით არის და ძალიან თბილი. რაღაცა თეთრი ჯვარი ახატია. კოლუმბია, ძალიან მაგარი ფერია, ოღონდ მართლა. აი ესეც ხო შინდისფერი იყო, მაგრამ ეს სხვანაირია. ესეც კოლუმბიის ფილმისა. აი ესენი იქნება 12 ლარიანი. 15-იანი იქნება მარტო ის ფუმფულა. შეხედეთ. როგორი უკლავებოა, როგორი ჯიბეებით. კაი. მე მგონი ორი ცალი დარჩა.
ეს არის შავი უბრალოდ, არა აქვს ჯიბე და არის ნახევარ ზმეიკაზე. ელოა შესაკრავი ხოკლი. და დამთავრდა. ბოლო. ესეც უკრავია. ეს ცოტა დიდი ზოლა. ასე რომ მორჩა ძალიან კარგებია, ძალიან მაგრებია. ეხლა მე გადავახარისხებ ამას სანამ მოვლე და გადავიღებ Facebook-ისთვის ვიდეოს მოსწრებაზე ვარ ყველაფერს, მაგრამ მოვასწრებ იმედია. თქვენ კიდე ამას ამ ვიდეოს მიიქნათ. ვიდეო დავხდე, კი არა და საკუთარ მაგასაც განახეთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრი თქვენგანი ელოდება ნაძვის ხის ვიდეოს. ეს მე შოკი იყოს აქ, ამას კიდე წავიღებ გასარეცხებში. მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით ხალხნებო. ხო, კითხვა-პასუხის ვიდეოს რაც შეეხება, ვერ მაიკითხა სად არის და აუცილებლად იქნება ხოთ მართლა. რაღაცეები ვიფიქრე როგორ გამოვიდოდა და აი იმის პროცესში ვარ კიდე დახვეწის. ხო და პარე მოდი და კარგი გავაკეთოთ და კარგი შემოგთავაზოთ. ოღონდ იქნება რა, მაგაზე ვმუშაობ, არ დამიწყებია და არ გადამიგდიხართ არც თქვენ, არც ჩემი თავი საკუთარი თავი, იმიტომ რომ მეც ძალიან მაინტერესებს. აი იმიტომ არის ცუდი რომ ის პირველიც და არ გამოვიდა. სამჯერ რო ჩავწერე და სამჯერ წამიშალა ვიდეო არ გამოვიდა. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მალე იყოს და კარგი იყოს. წავედი ხა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით.